სახელითა ამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმანობდანო დღეს არის ხსენება გობრონი მიქაელისა არაბთაგან წამებულისა და აგეთეთ ეკარები რომ სიტყვები გათხოვაა დაძაში და სიტყვა შევინარჩუნოთ. და მე ვიფასებო დღეს ერთ დიდ თემას მოვკიდე ხელი, მაგრამ არ ვიცი ხა როგორ ჩავეყევი. დავიწყებ და ვნახოთ. სხვა დროს გავაკეთებ. ესე იგი, წინა კვირას ჩვენ კონსტანტი კახის შესახებ ვისაუბრეთ. დიდმოწამე კონსტანტი კახი, რომელიც თანამედროვე ენით რომ თქვა, იყო მილიონერ, მულტიმილიონერ, ძალიან მდიდარი კაცი მე-19 საუკუნის, ქართველი კაცი ჩემო ძვირფასი, რომელმაც ისეთი მოწყალებები დაავიდა, რომ ესე იგი არა მარტო მეზობელ ქვეყნებშიო, საქართველოში ხო საერთოდ შორეულ ქვეყნებში ინდოეთამდე გავიდა მისი ხმა და ამ მოწყალების გამო ჩამოდიოდნენ შორეულ ქვეყნიდან, ანუ ინდოელებიც კი ჩამოდიოდნენ, სპარსელი ღარიბებიც კი ჩამოდიოდნენ ამ კაცის ესე იგი სახლში და ეს კაცი მონაზონი რო ესტუმრებოდა, ამბელი რო ესტუმრებოდა, იჩოქებდა თავსო მიწაზე ბოლომდე დებდა და მიქაელ ერხვეწელის ცოტა ჩაუწყეთ რაღაც ორმალი ისა ხმა და სულ მავიწყდება რომ გამოვწერე ხდება ეს ამბები და მანამ და აი ესეთია ქართული კაცის ბუნება, მაგრამ ნახეთ ეს კაცი ამბობდა რომ ესო მე მინდაო თავი დავდო ქრისტესთვისო მოწამეობრივი ღვაწლით და მართლაც ესე მოხდა 85 წლის ასაკში. აი ეხლა უკვე ახალგაზრდა გობრონ მიქაელი ჩემო ძვირფასო დამიგეთ, რომელსაც მოთხოვეს ქრისტიანობის დაკავება და უარი განაცხადა. და როდესაც აწამებდნენ თავის სისხლში ესე იგი ხელი ფიტი ჩახო და ჯვარი გაიკეთა მუსულმანების მათ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნა. აი ახლა მე მინდა აგიკითხო თქვენ ვახტანგ გორგასალის სიტყვა ამონანიდი. ბუნება ჩვენი ესიას, ვახტანგ გორგასალი ამბობს. ქართველთა ბუნება, ჩემო ძვირფასო. რათა ქრისტესთვის დავხდვა სული ჩვენი და მოვიგოთ მადლი ღვთისაგან და ვპოვოთ ცხოვრება საუკუნო და მცნებათა მისთვის თუ მოკვდე უკვდავნი ვარ და სიკვდილისაგან ცხოვრება მივიცვალებ. რა დიდებული სიტყვა ჩემო ძვირფასო. ბოლოს ამდენზა დაგვიტოვა რომ ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს. აი ეს არის ვახტანგ გორგასალი, ჩემო ძვირფასო, ეს სიტყვა არის ვახტანგ გორგასალისა და ეს არის ჩვენი კრედო, აი ქართველების, რაც ახლა მე წავიკითხე, ვახტანგ გორგასალმა რაც თქვა, როგორც დაახასიათა და კიდე ერთი მთავარი. ჩვენ რო ქრისტიანობა მივიღეთ, აი ზუსტად მე-5 საუკუნეში ჩემი გაგები და დიდი ალბათობით ეხლა რა თუნდა ამას ისტორიას თუ გადავავლებ, როდესაც მაზდიანულმა სპარსეთმა მოითხოვა საბერძნეთში, ანუ ბიზანტიაში ომის გამოცხადება უნდოდა და ვახტანგს თხოვა და ხოსრო მეფემ ეს ხოსრო მეორე იყო უკვე თხოვა რომ შენო გაგვიძეხი, ანუ მხედართავარი შენ იქნები და აუცილებლად დაამარცხებდნენ, რა თქმა უნდა, ბიზანტიას მოსპობდნენ, ამაზე რომ დათანხმებული იყო ვახტანგი და შენ იქნები მამაო ამის შემდეგო და ჩვენ ვიქნებით შვილებიო. ხოსრო მეფე სპარსეთის ეუნება ვახტანგ გორგასალს. და ნახეთ რა მოხდა. ჩვენ არა მარტო ქრისტესთვის დავდეთ თავი ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ვახტანგმა უთხრა ვარი
მაგრამ ქართველმა ხალხმაც უთხრა ვარი, თორე ქართველი ხალხს რო ვარი არ ეთქვა, ერთად იყოს ყველაფერი. და ნახეთ რა გამოგვივიდა. ჩვენ თქვით მაშინ, ჩვენმა წინაპრებმა თქვეს, რომ ჩვენ ქრისტესთვის დავდეთ თავს და მოყვასისთვის, ანუ ბერძნებისთვის, მართლმადიდებელი ბერძნებისთვის. და ჩვენ არ მოგცემთ უფლებას, რომ ჩვენი ძმები, ანუ დღეს რაღაც ზოგიერთში სხვა გაგება რა. ქრისტეს ეკლესია არის ერთი ეკლესია, ვინც არის მართლმადიდებელი ყველა. ის იქნება სომეხი, რუსი, უკრაინელი, ფრანგი, ეს ერთი ეკლესია. აი ამ გაგებით უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი, აი ამ გაგების უნდა იყოს. და ნახე, ჩვენ შეგვეძლო სპარსეთის მხარეზე დამდგარიყავ, ჩვენ შეგვეძლო საქართველო არ დაგვეყენებინა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება გამნაკლულებულიყავთ თლიან. მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ესე, არც ჩვენ დავთმოთ ქრისტიანობას და არ მოგცემთ უფლებას, რომ მართლმადიდებლები ხოცოთ და ჟლეტოთ და თან ჩვენ ვიყავთ წინამძღოლი. ამ ასეთ შემთხვევაში ჩვენ მოგვივიდა ღვთის და მოყვასისათვის თავდადება. გამიგეთ ჩემს. აი ამ ბრძოლის შემდეგ, იმის შემდეგ გვეძლება ჩვენ ყოველივე სიკეთე. ყოველივე სიკეთე, იმიტომ რომ აქ ქრისტესთვის დავდეთ თავი და მოყვასისთვის დავდეთ თავი. ამის შემდეგ, როგორც ეთყობა ღმერთმა, ამის შემდგომ ჩვენ რაღაცნაირად საზეპურო ერა ვიქეცით და იქიდან მოყოლებული ჩვენ ღრმად ქრისტიანულად ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და დღესაც აი ამ გარემოში, ამ 21 საუკუნეში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა თუ ახლა გიტყვით, რომ ღრმა მორწმუნე ვინ ამ შეფასებით არა. ცოტა უფრო გარემული შეფასებით, რომ დღესაც სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველო არის ნამდვილად რელიგიური რესპუბლიკა, ნამდვილად რელიგიური სახელმწიფო. ეხლა თუ მოახერხე, მაგრამ მოკლე ექსკურსიით მაინც თუ შევძელი ჩემო ძვირფასებო, რა ხდებოდა საქართველოში აი ამ ომის შემდეგ. ღმერთმა იცი თქვენ ეს ისტორია გამოგვიგზავნა 13 ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა და 13 ასურელი მამა. რომ გაძლიერებული, აი მე რაღაც ისე ეთქვა, რომ ზუსტად ამ ომის შემდგომ მოხდა ეს. 13 ასურელი მამა ყველანი აღმოსავლეთ საქართველოში დაარსეს ისეთი დიდი მონასტრები, როგორც შიომღვივენი, ანტონ მარტყოფელის მონასტერი, ზედაზნის იოანეს და ამ შემდეგ იცით თქვენ ეს, ხო? დაარსეს და 13-ვე იყო სასწაულთ მოქმედი. ჩვენ გრიგოლ ხანძთელი მოდის შემდგომ პერიოდი, ეტაპი ესე. გრიგოლ ხანძთელის მონასტერში ხო იცით თქვენ რა ხდებოდა გრიგოლ ხანძთელი კიდე კაი ერთადერთი ეგზემპლარით არის გადარჩენილი. გიორგი მერჩულეს ეს ფანტასტიკური ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები. აღმატებული, რა ვიცი, ეგეთი ჰაგიოგრაფიული ნაშრომი არ არსებობს. და ჩვენ ვხედავთ იქ, რომ მე ვეღარ მოახერხე, მაგრამ ზეპირად დაახლოებით გეტყვით, რომ როცა კვდება გრიგოლ ხანძთელი ამბობს, რომ შატბერდში იყო ის ძირითადად. ბევრი მონასტრები იყო. გრიგოლ ხანძთელის მონასტერი, ტაო-კლარჯეთის მონასტერი, ზოგადად ვამბობ, თორე იქ იყო ძალიან ბევრი, მერმეს მონასტერი, ოთხთა მონასტერი, შატბერდი, ხანძთა, ძალიან ბევრი იყო, დიდ ტერიტორიაზე გაფართული. ეს იყო საოცრება, ჩემო ძვირფასებო. კიდევაც ამბობს, ნახეთ რა საინტერესო რამეს გიორგი მერჩულე, რომ ღმერთმა რომ შექმნა სამყარო და დედამიწა რომ შექმნა, აქ ეს უდაბნო, გესმით თქვენ, შექმნა ბერმონაზვნებისთვის. გამიგეთ, ეს ტაო-კლარჯეთში შეიქმნა ბერმონაზვნებისთვის. ნახეთ რას არის. ასევე იგივე მეორდება შემდეგ გარეჯზე. გარეჯიც დიდი ტერიტორიაა, ვამბობთ, ერთი მონასტერი კი არ იგულისხმება, იქ იგულისხმება უდაბნო, იგულისხმება ლავრა, იგულისხმება დოდოსკა, იგულისხმება ნახე რამდენი ჩამოთვალე უკვე იოანე ნათლისმცემელი და ასე შემდეგ. ბერთუბანი, ეხლა რო აზერბაიჯანის ტერიტორია და ჩვენ ხედავთ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, რომ ხდებოდა დიდი სასწაულები.
ეს ხო თქვი მე-6 საუკუნე 13 ასულმა ძალიან მოკლე ექსკურსი. ეხლა რა ხდება მე-9 საუკუნეში გრიგოლ ხანძთელის მონასტრებში ხდებოდა ბევრს უნახავ ბერები აწეული რო ლოცულობდნენ 1-2 მეტრი შესულან კელიაში და როგორი სანახავ ბერი 2 მეტრი აწეული და ესე ლოცულობ. უნახია თვითონ გრიგოლ ხანძთელი და სხვები რომ კელიიდან ეგონათ ცეცხლი ხანძა შესულან და ღვთაებრივი ნათელით იყო განათებული. ეს ბევრი ძალიან ბევრჯერ მომხდარა ესე რომ უნახიათ რომელიღაც ბერი მაგალითად მატეოს წმინდა ბერი გრიგოლ ხანძთის მონასტრის ერთ-ერთი უდაბნოს მონასტრის ბერი რო გარდაიცვალა დედებმა ნახეს ანგელოზებს როგორ აყავდათ მისი სული. გაიგეთ ეს და შატბერდო გრიგოლი რო ხდება სანამ გარდაიცვალა ამბობს კურთხეული იყავ შენ და განათებული იყავი მე-11 საუკუნეებში. გამიგე და ჩვენ რას ხედავთ იცი აღარა გვაქვს ისტორია ჩემო ძვირფასე. თუ რა ხდებოდა თქვა მე-9 საუკუნის შემდეგ ტაოკლარჯეთის მონასტრებში მე-10, მე-11, მე-12 და ასე შემდეგ. ნუ მე-16 უკვე თურქეთი შევიდა და დაიკარგა და საქართველოსი აღარ არის. ამას წინათ უყურებდი რაღაც გადაცემა ზაფხულში უფრო სწორად და ვიღაც ლიბერალი ქართველები ტაოკლარჯეთის თურქეთია და უკვე აღიარებულიო ჩვენს მიერო და რაღაც ისეთი ქართველს რა უთხარი მე ისე რომ მოკვდება რომ ტაოკლარჯეთი თურქეთად მიიჩნიოს ლორე მიიჩნიოს სომხეთად ტუაფსედან სოჩის იქით მიიჩნიოს რუსეთად და კახი და ბელაკანი და ის მიიჩნიოს დვალეთი გვაქვს ზემოთ ხო დარჩენი და იალბუზი კიდე რუსეთად ისეთ ქართველს რა უთხარი მე ისეთ ქართველს და რა მიდეხა თქვა რომ ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს აღარა გვაქვს საერთოდ მე-18 საუკუნემდე რა ხდებოდა ჩვენს მონასტრებში აღარა გვაქვს იმიტომ რომ თემურ ლენგმა ყველაფერი რასაც სწავლიყო წერა კითხვა არ იცოდა კაცმა რა შეაინტერესებდა ესეთი მანია ჰქონდა რომ ყველა სადაც დაიპყრობდა ყველა წიგნი უნდა წაიღო სამარხანდში და ყველა ქართული რაც კი არსებობდა ხელნაწერი ყველაფერი წაიღო განადგურდა ამიტომ ჩვენ ეს ისტორია აღარა გვაქვს მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია ვივარავდოთ ესე იგი აი მე მაქვს ახლა ხელთ ჯვარშემოსილი ეს არის მე-18 საუკუნის ეფრემ ცირის მიერ დაწერილი თუ რა ხდებოდა დავით გარეჯში მე-17 ისა მე-19 საუკუნეებში გამიგე ესაც ერთადერთი ეგზემპლარი მქონდა ერთადერთი ისეც 1953 წელს აღმოაჩინეს ლონდონში ვერ გადაწერეს ეს გალოცვილი და ესეც უარ ქონოდა წარმოდგენ აი ამ წიგნში ჩემო ასევო ამ წიგნში ჩვენ ხედავთ რომ ამ წიგნში ჩვენ ხედავთ საოცარ ცხოვრებას წმინდა მამების მე-19 საუკუნეებში აი მაგალითად იყო ესე წინამძღვარი დავით გარეჯის მონასტრისა მე-18 საუკუნეში ილარიონ არქიმანდრიტი და რა სასწაულები ხდებოდა იცი რო აკმევდა ეს კვამი კმევის კვამი ადიოდა და თეთრი გვირგვინი კეთდებოდა და თავზე ედგა და სადაც დადიოდა ეს გვირგვინი თან დაბოდა ეს ხდებოდა ძალიან ბევრჯერ მრავალგზის ესე იგი იყო ღმერთშემოსილი მამა გამიგე იყო არქიმანდრიტი სერაპიონი წინამძღვარი იოანე ნათლისმცემლისა და როდესაც მან გაგზავნა ბერები რაღაც საქმეზე ლეკებმა შეიპყრეს დაინახა გამოეკიდა ჯოხი ლეკებს და ლეკები გაიქცა ხა ჯოხით გამოკიდებული მოხუცი რა ბერი რა უნდა ეხა და გაიქცა მიატოვეს ეს ყველაფერი ბერები უნდა წაეყვანათ დააგდეს და წაეყვანა მე აღმოჩნდა რომ თურმე ამ ჯოხს ვაქნებდა ის გულწრფელად წავიდა დასახმარება ეს ცეცხლოვანად ხედავდნენ ეს ლეკები ამ ჯოხს ცამდი აწევს
და ესე რო აქანებდა ესე იგი ეს ელვა ესე ტრიალებდა და გაგიჟდა შეეშინდა და ესე იგი რახმერ შემოსილი მამა იყო წარმოიდგინე და ესე იგი ეს ფათაშორის ამ მამამ იცოცხლა 1773 წლამდე 120 წელი იცოცხლა მშვიდობიან ამ ესე იგი ამ საოცარმა სერაპიომ ასევე იყო მარკოზი ესეც ნათლისმცემლის არქიმანდრიტი მარკოზი წინამძღვარი ნათლისმცემლის აი ეს ყველაფერი აქ წერია და აღდგომა დღეს საჭმელი არ ჰქონდათ არაფერი და არქიმანდრიტ მარკოზმა უთხრა ანუ სასწაულთ მოქმედი იყო დიტო ხალი დაკრიფეთო იქ რაღაცა ხალი თქვა დანდური ან რაღაც გავსი ხო არის და დაკრიფეთო რომ ხალი მოხარშოთო და ხალი გავაკეთეთო ესე იგი წვანილი დაკრიფეთო და თქვენო იქო ღმერთი მოგცემთ თევზო ნუ ახლა ბერები იყვნენ ხორცხვარ ჭამენ და თევზი და ხო და ეს ბერები რო გამოვიდნენ დაიწყეს ამ წვანილის კრეფა თურმე ერთმანეთში ეუბნებოდა კივა თევზი როგორ უნდა მოგვეცესო და იგი თევზია სად იყო იგი დინარი და ამ დროს ხედავენ მოდის უსარმაზარი ორბი მოფრინავ და კლანჭებით უჭირავს უსარმაზარი თევზი და ამათ თვალწინ გაუშვა დავარდა და ეს ცოცხალი იყო მიიყვანეს აქ ძალიან ბევრი რამ წერია ესეთი რასაც მე გეუბნებით ეხლა თქვენ ძალიან ბევრი ჩემო ძვირფასებო ეს არის ეფრემ მცირე უნიჭიერესი კაცი იყო ბერი თვითონ ლეკებმა აწამეს და მოკლეს და მან ამ მოკლეთ აქვს ამ ბერების და ერთი აქვს დიდი შედარებით დიდი ჰაგიოგრაფიული შრომა ცხოვრება ონისიფორესის ქიმონაზონისა არქიმანდრიტისა აი ეს არის რომანი ჩემო ძვირფასებო ასე მოკლა და გძელი სიტყვა მოკლედ ითქმის ხა ამათთან შედარებით დიდი ნაწარმოებია მაგრამ უბრალოდ მიაქცეთ ყურადღება რა თემებს ეხება ეფრემ მცირე ამ მე-18 საუკუნის დიდი მოღვაწეს ონისიფორეს შესახებ ესე იგი რას წერს ჩემო ძვირფასებო ონისიფორე დიდარი კაცი იყო და როდესაც შვილი ყავდა ესა ცოლი ყავდა ძალიან ლამაზი და შვილები ძალიან ლამაზი და 65 წლის თავზე მოხდა დავითგარეჯი 65 წლის ასაკის იყო და გაოგდა ბერების ცხოვრება რო ნახა და მოვიდა და თავის ცოლს ნახეთ რა შეუნება რა თემებია წამოჭრა დედოფალო ჩემო კეთილად უწყით ვითარმენ ყოველივე სიხარული სოფლისა ამის მივიღეთ რა სიტყვებია ჩემო და მოწმულია სიკვდილის ჟამი და მათ მსაჯული უფალი ახლოსავს და მე ნებას უარყო სოფელი და გეხვეწებიო ხელით წერილით ნება მომეციო ამისი და დედოფალი ატირდაო ცოლი ატირდაო და მისცა მას შენდობა ხელით წერილი დუმილისა და ცრემლითა დაალტობდა ქარტიასა ისე წერდა ნახეთ რა თემებია წამოჭრილი მოკლედ მე საოცარი წიგნი რომელიც შემთხვევით არის გადარჩენილი შემთხვევით არა ხა გიყიდება მაგრამ მე ვამბობ რომ შემთხვევით ეს არ ქონოდა ჩვენ წარმოდგენა არ გვექნებოდა როგორ ცხოვრობდნენ მე-17 საუკუნეში ქართველი ბერები დავითგარეჯი ამიტომ ჩვენ უნდა ვივარავოთ რომ ის პერიოდი რომელიც ჩვენ არ გვაქვს უკვე ისტორია არ გვაქვს ისეთივე იყო ჩემი ძვირფასები შიომღვიმეში მართყოფის მონასტერში დავითგარეჯის 6-ვე მონასტერში ტაო-კლარჯეთში 7-ვე თუ შეიძლება მეტიცა ეხლა ისე ვამბობ მონასტრებში ყველგან მიდიოდა ცხოვრება სასწაულთ მოქმედი მამები ცხოვრობდნენ ჩემი ძვირფასები ვიდრე მე-18 საუკუნის ბოლომდე ჩათვლი დამავიწყდა იოანე მანგლელი ეპისკოპოსი რომელიც ასაფლავია სიონში რო შეხვდათ მარჯვენა კუთხეში თეთრი ესეთი მარმარილოს საფლავი იოანე მანგლელი რომელიც მე-17 საუკუნის მე ეპისკოპოსი გახდა ათონელი ბერი ისა
გარეჯელი ბერი იყო და ჩრდილოეთში წავიდა დაღესტანში, თქვენ გესმით მე-18 საუკუნეში დაღესტანში რომ წახვა და სოფლები მოაქცია ქრისტიანობას. ააშენა ეკლესიები და იყო თემი, იყო ქრისტიანობა. მერვე შაბილმა ამოხოცა უკანასკნელი ქრისტიანები. მაგრამ ეს იყო იოანეს დამსახურება. ხოლო როდესაც ის ლოცულობდა, დავით გარეჯში თუ ვინმე შეფრთხილ ზოგჯერ იყო ხოლმე დამხმარე ეპისკოპოს იმას არქიმანდრიტს ხომ მიაწოდა ჯვარი წმინდა ღმერთოს და თავისით იწეოდა ჯვარი და ეს ესე იყო მინდიოდა გესმით თქვენ რა ხდებოდა როგორი წმინდა იყო საქართველო როგორი რელიგიური იყო საქართველო თქვენ გესმით შემოძვიფასებო და მე ასევე მინდა აღვნიშნო რომ ესე იგი მოყოლებული წმინდანი და ჩვენთან იყო დიდი სიწმინდა და წმინდა ცხოვრება ძალიან დიდი ასევე სოფლიო დიდი მამა ბერდიდი და ასე ვთქვათ სტარეც ხმარო ჩვენ სოფლიო სტარეცი მერვე მე-9 საუკუნეში იყო ილარიონ ქართველი ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ ბასილ იმპერატორის სულიერი მოძღვარი და რა ქნა მე იმპერატორმა გახსენებ რო გარდაიცვალა სადავასაფლავთო და ჩემს სასახლეში და სასახლეში ყავდა სასახლე მის ცენტრალური სასახლე იქცა აკლდამად ილარიონ ქართველის იცით თქვენ ღვთისმშობელი რო გამოეცხა და ქართველიერი და იმ წინამძღვრავს ულმპოს ქართველიერი და ენა ქართულს მე ვიცავო ღვთისმშობელმა მე-10 საუკუნეში სოფლიო მოძღვარი იყო ექვთიმე თაწმინდელი იცით თქვენ ეს უდიდესი მამა მე-11 საუკუნეში შეიძლება ვთქვათ ასევე სოფლიო მოძღვარი იყო გიორგი თაწმინდელი შემოძვიფასებო რომელიც დაიბარეს როგორმე დაექვემდებარებინა ანტიოქიას ბერძნებს საქართველოს ეკლესია და ისეთი სიტყვა წარმოთქვა ანტიოქიის პატრიარქმა ბერძენმა პატრიარქმა ესე იგი შეხედა თავის ესე იგი ყველაზე გამორჩეული კაცი იყო შეხედა თავის ეპისკოპოსებს არქიმანდრიტებს სასულიერო პირებს რომლებიც ითხოვდნენ რომ საქართველოს ეკლესია უნდა იყოს დამორჩენილი საბერძნეთს და თქვა ესეთი რა თქვენ ეს სიტყვა გახსოვთ გიორგი თაწმინდელმა უთხრა რომ თუ დაქვემდებარებაზეა საქმეო ანდრია პირველ წოდებული რომელმაც ჩვენთან იქადაგაო ის პირველ წოდებულიაო და პეტრეო არაო მერე ანდრია მოიყვანა პეტრე ქრისტესთან და თუ დაქვემდებარებაზე არისო მაშინ ჯობიაო პირველ წოდებულს ანუ ანდრიამ ჩვენთან რო იქადაგა თქვენ დაგვემორჩილოთ და დაგვექვემდებარებთ და მაშინ პატრიარქმა ანტიოქიის თქვა მოდი შევწყვიტოთ ეს კამათიო ეს დიალოგი ესე იგი დებატებიო თორე როგორც მე ვართხო ჩვენ ეკლესიას დაიქვემდებარებს საქართველოს ეკლესია ეს იყო მე-11 საუკუნე მე-12 საუკუნეში შემოძვიფასებო ეს თითქოს ადგილობრივი მნიშვნელობის მაგრამ წარმოიდგინეთ გიორგი ჭყონდიდელი რომელიც პირდაპირ ხედავდა რა ხდებოდა მომავალში პირდაპირ და დიდი ვარაუდით აი არც კი უნდა დავამატო ეს სიტყვა გიორგი თაწმინდელის თხოვნით რომ დავით აღმაშენებელი 16 წლის აეხვანა ტახტზე და ყველას უთხრა რომ იქნება დიდი გამარჯვება და ოქროს ხანა საქართველოს და დიდი ვარაუდით ამიტომ აყავ დავით აღარ როგორ შეიძლება 16 წლის ბიჭი აგეყვანა ტახტზე და ისა რა ქვია მისი მამა გიორგი მეორე კეისარი იყო ესეთ წოდება ჰქონდა მეფე ბიზანტიის იმპერატორისგან და ეს დათმობდა იმას ტახტს მაგრამ აი და შემოძვიფასებო ჩვენ ხედავთ ისტორია აღარ გვაქვს დაგებული გვაქვს მაგრამ მე-19 საუკუნეში ილარიონ ახალი ასევე სოფლიო მოძღვარი იმიტომ რომ ის არის ჯერ ქართველი მეფის უკანასკნელი მეფის სოლომონ მეორის
ისა მოძღვარი, შემდეგ დედოფალს მიყვება იმერეთის დედოფალს პეტერბურგში, ხდება რუსეთის იმპერატორის მოძღვარი და მერე უბრალოდ რომ დაინახავს იმ ბალმასკარადებს რუსეთში რაც ხდებოდა ეხლა მაშინ იმდიდრესი იყო რუსეთი და რომ დაინახა ნუ ეხლა სულიერი კაცი იყო და ვეღარ გაუძრო და გამოიქცა და ათონზე დამკვიდრდა იქაც არ ამხელდა თავის მაგამ გაამხილეს და ღმერთმა გაამხილა და ისეთი სულიერ სიმაღლეს მიაღწია რომ საბერძნეთის მეფის ვერაცდა მეფეების ესე იგი მოძღვრობას აი ლარიონ ქართველი ესეც თითქმის სასწაულთო მოქმედი იყო ჩემო ძვირფასო აი როგორია საქართველო რაც შეეხება ოქროს ხანას ჩვენ რომ მივსტილივართ მე უფრო აი ეს ისტორია ჩვენი ოქროს ხანის რა თქმა უნდა არის ძალიან ესეთი დიდი სიხარულის გვრის ჩვენ მაგრამ აღმაფრენა ისტორიიდან მე უფრო შემდგომი ისტორია უფრო მოდის ჩემთან და რაღაცა უფრო როგორ თქვა აღმატებული რას მიშვება იცი ის ისტორია იმიტომ რომ ის არის ოქროს ხანა კარგი ჩვენ მივახციეთ ოქროს ხანა მაგრამ აი შემდგომი პერიოდი უკვე მე-13 საუკუნიდან ძირითადად ვიდრე ბოლომდე ეს არის მოწამეობრიობის ხანა ჩვენ განსაკუთრებული მოწამეობრიობის ხანა და როგორ შეიძლება შეადარო ოქროს ხანა მოწამეობრიობის ხანას ჩემი აზრით ეს უფრო დიდი და აღმატებულია ოქროს ხანის ანუ რომ ვინმე არ იფიქროს აი მერქა მიგვატოვა საიდან მიგვატოვა ჩემო ძვირფასო რა ხდებოდა როგორ გვერდით იყო ღმერთი ჯერ მე-17 საუკუნეში წმინდა გიორგი ნუ ოქროს ხანას აღარ ვამბობ მე-17 საუკუნეში წმინდა გიორგი გამოგვეცხადა და 10,000-იანი ჯარი მილიონიანი ჯარი დავამარცხეთ მუსულმანებს ბახტრიონ სომს გულისხმობ ჩემო ძვირფასო ხო რამდენი იყო ესეთი ბრძოლა ხო ასპინძის ბრძოლა მარაბდის ბრძოლა და 50,000 ქართველი რომელმა თბილისელი თავი დადო 100,000 მოწამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ასე რომ დამთავრდა რა თქვათ ოქროს ხანა დაიწყო მოწამეობრიობის ხანა და აი დღეს მეუფე წინა კვირას იყო მეუფეში რომ რო თქვა დღევანდელი ჩვენი ქართველთა ცხოვრება არის მოწამეობრივი ცხოვრება. დიახ, ჩვენი ცხოვრება, მოწამეობრივი ცხოვრება. იმიტომ რომ ჩვენ ჩემო ძვირფასებო მადლობა ღმერთს, რომ თავრობასთან ერთად ქართველი ხალხი დაუპირისპირდა deep states. გესმით თქვენ ეს რა ხდება? აი სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენთ, ჩემო ძვირფასებო. რომ საქართველოს ეს გზა აირჩია. ეს გზა რო არ აირჩია, არ აგვერჩია ერთად ჩვენ ყველას. დღეს ჩვენ ვიქნებოდით უკრაინა გასწორებული მიწასთან 100% გასწორებული მიწასთან და ვიქნებოდით რასაც გვთავაზობენ ისინი რასაც ხედავ ჩვენ ამიტომ დღეს მეუფეში რომ ძალიან სწორად რომ დღეს ჩვენი ცხოვრება არის მოწამეობრივი ცხოვრება მოწამეობრივი რაც შეეხება დანარჩენს მე აღარ ვიტყვი ერთს ვიტყვი მხოლოდ ერთს ვიტყვი არასოდეს არ მისპეკულიანტია პატრიოტიზმი თუმცა ეს შემეძლო ყოველთვის არასოდეს და არასოდეს არ ყოფილვარ ურა პატრიოტი არასოდეს და არც ვიქნები ასე ვაპირებ მე ყოველთვის ასე რომ ძვირფასო მართლმადიდებელო ქართველებო ჩვენ მოწამეობრივ გზაზე ვდგავართ მაგრამ ჩვენთან არის ღმერთი და ჩვენთან არის ღვთისმშობელი წმინდა გიორგი აუცილებლად დაგვიფარავს თუ ჩვენ იმ მონდომებას გამოვიჩენთ სულ ბოლომდე როგორცაც ჩვენ დღეს ვიჩენთ ასე რომ რა ვიცი ეს მინდოდა კიდე ბევრი რამ მინდოდა მაგრამ სხვა დროს იქნებ გავაგზავნო ჩვენთან არის გაგლოცო შეიძლება მოიტანოთ დიდი ჯვარი ესე იგი ხუთშაბათს არის ტაძრ